გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვისაუბრეთ მონაცემთა ვალიდაციის ინსტრუმენტის სასარგებლო თვისებებზე და მის გამოყენებაზე სხვადასხვა ამოცანის გადაჭრის დროს. დღესაც ვისაუბრებთ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე, კერძოდ მე მაქვს მოცემული ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 500.000 ლარს და ეს ბიუჯეტის თანხა უნდა განაწილდეს სხვადასხვა პროექტზე, კერძოდ კი 5 პროექტზე. ჩვენ მითითებული გვაქვს თანხა თითოეული პროექტისთვის და ჩვენი მიზანია იმის პრევენცია, რომ შემთხვევით არ ჩავწეროთ ისეთი თანხები, რომელთა ჯამიც გადააჭარბებს 500.000. ამ შეზღუდვის დაწესება ჩვენ შეგვიძლია მონაცემთა ვალიდაციის ინსტრუმენტის გამოყენებით. ამისთვის ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ყველა ის უჯრა, სადაც განთავსებულია თანხები, გადავიდეთ Data menu-ზე, ავირჩიოთ Data Validation, შემდეგ გამოსულ ფანჯარაში სიაში ავირჩიებთ Customs და გამოსულ ველში უნდა ჩავწეროთ შემდეგი ფორმულა. Sum, ანუ ჯამი, ყველა იმ უჯრისა, სადაც ჩაწერილია რიცხვები და ასევე ჩვენ F4 ღილაკით უნდა შევქმნათ აბსოლუტური მიმართვა ამ უჯრებზე. ნაკლებია ან ტოლია 500.000-ზე. ეს იქნება ჩვენი კრიტერიუმი შეზღუდვის დასაწესებლად. შემდეგ დავაჭიროთ OK-ს და ეხლა შეგვიძლია ეს გავტესტოთ. მაგალითად 50.000-ის ნაცვლად ჩავწეროთ 100.000 მეხუთე პროექტზე. დავაჭიროთ Enter-ს, მაგრამ ვხედავთ რომ Excel-მა არ მოგცა ამ თანხის ჩაწერის საშუალება, რადგან უკვე ჯამი აჭარბებს 500.000. მაგალითად 55.000 რომ ჩავწეროთ, ამის საშუალებას მოგცემს, რადგან ჯამი არ აჭარბებს 500.000. ხოლო თითოეული მცდელობა ჩვენი რომ ჩავწეროთ ისეთი თანხა, როდესაც ჯამი გადააჭარბებს 500.000, დასრულდება წარუმატებლად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. დაალაიქეთ და გააზიარეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი. წარმატებებს გისურვებთ.